გამარჯობა. Გავაკეთეთ ესეთ საინტერესო კარადა, სადაც შეფუთული გვაქვს გათბობის ქვაბი, ასევე ჩამალული გვაქვს სარეცხის მანქანა და გვაქვს დამხმარე სათავსოები გაკეთებული და აგიხსნით ეხლა ეს ყველაფერი როგორ არის. ნუ ეს ედაქ არ უნდა ელაგოს, იმიტომ რომ აქ გვაქვს კარები. ჩამალული, სადაც დამალულია გათბობის ქვაბი. ასევე ხმის იზოლაციასაც აკეთებს. ეს დაზოლვა ნახე შესრულებულია ისეთნაირად, რომ აი ეს გამოტოვება აი კარებთან მიმართებაში არის იდენტური. გათვლილია ყველაფერი ისე, რომ შორიდან შემოხედავ, საერთოდ იმისი აქ მარკეტდებოდეს, რომ ეს აქ საერთოდ რამე კარები არსებობს. დავდე ნახატი всё მორჩა. ყვავილი უბრალოდ. ეხლა აქ რა ხდება კიდე? აქ გვაქვს გაკეთებული ერთი უჯრა, მეორე უჯრა და ეს პატარა კარები გვაქვს გაკეთებული იმისათვის, რომ რაღაცა და უკნიდან სარეცხის მანქანას მიუდგე და მე მიხვდებით, რომ რატომ უნდა მიუდგე უკნიდან. მაგრამ აი აქ ვაჩვენოთ კამერამენ ლუკა. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ნახე, წამოვიდა ზოლები. აი ეს არ უნდა აგვიცდეს ჩვენ ერთმანეთს, თორე სხვა შემთხვევაში უკვე დარღვევაში მივიდივართ. ანუ აი ეს ზოლი უნდა იყოს დაცული და აი ეს ზოლი. ნახე? რომ ამას შორიდან რომ შემოვხედავთ, აქმა იყოს ისეთი, რომ თითქოს არის ერთიან წრეში გაკეთებული ყველაფერი. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ჩვენ ნორმალურად შევძელით, ცოტა ვიწვალეთ, ცოტა ვიფიქრეთ, მაგრამ არის გაკეთებული ისეთნაირად, რომ ამას კაცშვილი ვერ მიხვდება რა არის გაკეთებული. ეხლა შემოვხედოთ აქეთ ამ მხრიდან. აი აქ უკვე ამ მხრიდან დგება სარეცხის მანქანა. ზომაც ისეთნაირად არის გათვლილი, რომ თავისუფლად შევიდეს სარეცხის მანქანა, ჩაჯდეს და საჭიროების შემთხვევაში გავაღოთ, მოვიხმაროთ. ნუ ეხლა მანამ მიყურებთ და ეს არის ცოტა ხანი გეტყვით, რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ბევრი ესეთი საინტერესო ვიდეოები გვაქვს და დამერწმუნებინა 5 კაცი მიყურებს, ბალაში გვაქვს, ხო? აქ ასევე გვაქვს გაკეთებული ზედასათავსო და ეს რატო გავაკეთეთ ამ მხრიდან და არა იმ მხრიდან. ეხლა ეს კლიენტმაც დიდი მონაწილეობა მიიღო ამ ყველაფრის დაგეგმარებაში. მართალია ეხლა დღეს აქ არის საქართველოში. ტრაილერშია და მოდის ალბათ რამდენიმე კვირაში ადგილზე იქნება. ანუ მე შევთავაზე რომ მოდი აქედან გავაკეთოთ ეს კარებიც მეთქი, მაგრამ აზრი ესეთი მომაწოდა, რომ აქ რო სარეცხის მანქანა ჩადგებაო, არ მირჩევნიაო, რომ აქ დავალაგო ფხვნილები და ეს რაღაცები. რატო არ ურჩევნია რა, ნამდვილად ურჩევნია და ვეთანხმები. აი ესეთ შესრულება გამოგვივიდა. ეხლა ამაზე ბევრი ლაპარაკი რო გავაგრძელო, აზრი არა აქვს ბევრი, შეგვიძლია ეს ახლო კადრები გადავატაროთ და დავწმუნდებით. აი კიდე ერთი რაზე გავამახვილებ ყურადღებას. აი ეს არის გასათვალისწინებელი, ნახე, ხო პატარა დეტალია. არაფერი განსაკუთრებული. ნახე, ეს კარები მაქვს ცოტა მოკლე დაჭერილი, მაგრამ ზოლები მაქვს სითანაბრეში. ანუ შორიდან შემოხედავ არაფერი და იმიტომ რომ ეს რო ძირამდე ჩამეყვანა, გაღების დროს აქ ელემენტარული პატარა რაღაცა რო შეყვეს, უკვე ან ნაკადს გაიყოლებს, ან მოედება და ამიტომ ეს ჯახუნა არ გეგუნოს შეუძლებელი ნელი დახურის პეტლია. ეხლა ამას შეატყობდით და ამაზე მეტყოდით ეს პეტლები რატოა ესეო, ხო? ნუ არის ეხლა რას გეტყვით, ადამიანები ვართ, ჩვენც შეუძლებელი მოკვდავები ვართ და შეცდომები მოგვდის, ხო? ეხლა მეორე საკითხია, რატო ახალი არ გააკეთე? რა ვიცი რა, ეხლა მოგწა მომხმარებელმა იმის საშუალება გვაპატია. მე ჩვენც ურთიერთობაში ბევრ ამას პატიოთ ხოლმე ერთმანეთს, რომ აჩაასო ეხლა და არ არისო დიდი პრობლემა ჩემთვისაც შიგნით არისო და ესეთი თემაა და არიან ეხლა ისეთი მომხმარებლები, ისეთი კლიენტები, რომელიც ამას მისდღებს და თავის ცხოვრება არ გაპატიებენ, მაგრამ ასეთ რამეს რო აკეთებ ეხლა ნუ შიგნით არის და არ ჩანს ეხლა სადაც ეს ქვაბი ჩანს, ესეც იყოს რა. ნუ მე ბოდის მოვხდი მომხმარებელს ამისთვის. მაგრამ რა არის? მაგას გამოვასწორეთ, ამოვავსეთ ეგ კანახოს, ჩვენ მიშავ კანახოს და ყველაფერი კარგად იქნება, ერთ სიტყვით. ეს არის რა, უშეცდომოები არა ვართ, შეცდომებიც მოგდის, გამოსწორებაც ვიცით, მაგას გამოვასწორებთ, მაგ კარებს აუცილებლად შევცვლით. იქნება
უპრობლემო, უპრეტენზიო და იდეალური